საქართველო ბუნებრივი პირობებით მრავალფეროვანი ქვეყანაა. მისი მთიანი რელიეფი, მდინარეები და ცვალებადი კლიმატი ხშირად იწვევს სხვადასხვა ბუნებრივ საფრთხეს. ყველაზე გავრცელებულია მიწისძვრები, მეწყერები, ღვარცოფები, წყალდიდობები, გვალვა და ტყის ხანძრები. ეს მოვლენები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანების საცხოვრებელ სახლებს, გზებს, ხიდებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ბუნებრივ გარემოს. ბუნებრივი საფრთხეები ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლისთვისაც დიდ საშიშროებას წარმოადგენს. ძლიერი სტიქიური მოვლენები იწვევს მოსახლეობის დაზიანებას, ეკონომიკურ პრობლემებსა და გარემოს დაბინძურებას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზები, მათი შედეგები და პრევენციის გზები. ინფორმირებულობა და მზადყოფნა ბევრ შემთხვევაში ზიანის შემცირებაში დიდ როლს ასრულებს. საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, რის გამოც მიწისძვრები ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ბუნებრივ მოვლენად ითვლება. ძლიერი ბიძგები აზიანებს შენობებს, გზებს, ხიდებსა და სხვა ინფრასტრუქტურას. ზოგიერთ შემთხვევაში მიწისძვრას თან ახლავს მეწყერებიც, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. მიწისძვრების დროს განსაკუთრებით საშიშია ძველი და გაუმაგრებელი შენობები, რადგან ისინი ადვილად ინგრევა. ამიტომ საჭიროა უსაფრთხო სამშენებლო ნორმების დაცვა, მტკიცე შენობების აშენება და მოსახლეობის მომზადება საგანგებო სიტუაციებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში ტარდებოდეს სწავლებები და სავარჯიშო ევაკუაციები. მეწყერი და ღვარცოფი განსაკუთრებით ხშირია საქართველოს მთიან რეგიონებში. ძლიერი წვიმები, ტყეების გაჩეხვა და ნიადაგის დაზიანება ამ პროცესებს უფრო აძლიერებს. მეწყერი შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს და მთლიანად დააზიანოს საცხოვრებელი სახლები, გზები და სასოფლო-სამეურნეო მიწები. ღვარცოფი დიდი სიჩქარით გადაადგილდება და მის გზაზე არსებულ ყველაფერს ანადგურებს. საფრთხის შესამცირებლად აუცილებელია ტყეების დაცვა, ფერდობების გამაგრება და საშიში ზონების მუდმივი კონტროლი. ასევე საჭიროა მოსახლეობის დროული გაფრთხილება, რათა ადამიანები უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ. საქართველოში წყალდიდობები ხშირად ხდება მდინარეების ადიდებისა და ძლიერი წვიმების შედეგად. წყალი აზიანებს საცხოვრებელ სახლებს, ხიდებს, ავტომობილებსა და სასოფლო-სამეურნეო მიწებს. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არიან მდინარეებთან ახლოს მდებარე დასახლებები. ზოგიერთ შემთხვევაში წყალდიდობის დროს აუცილებელი ხდება მოსახლეობის ევაკუაცია. წყალდიდობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მდინარეების კალაპოტების გაწმენდა, წყალარინების სისტემების მოწესრიგება და დამცავი ჯებირების მოწყობა. ასევე საჭიროა გარემოს დაცვა და მდინარეების დაბინძურების თავიდან აცილება. ზაფხულის ცხელ პერიოდში საქართველოში ხშირად ჩნდება ტყის ხანძრები და გვალვა. მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და ადამიანების დაუდევრობა ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს. ტყის ხანძრები ანადგურებს მცენარეებს, ცხოველებს და დიდ ზიანს აყენებს ბუნებრივ გარემოს. გვალვა კი სოფლის მეურნეობას აზარალებს და წყლის რესურსებს ამცირებს. ამის გამო ფერმერებს მოსავალი უფუჭდებათ და ეკონომიკური ზარალი იზრდება. ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ბუნებაში ცეცხლის ფრთხილად გამოყენება, ხოლო გვალვის დროს აუცილებელია წყლის რესურსების სწორად გამოყენება და გარემოზე ზრუნვა. ბუნებრივი საფრთხეების თავიდან სრულად აცილება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მათი ზიანის მნიშვნელოვნად შემცირება. ამისთვის საჭიროა უსაფრთხოების წესების დაცვა, მოსახლეობის ინფორმირება და გარემოზე ზრუნვა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები წინასწარ იყვნენ მზად სხვადასხვა სტიქიური მოვლენის დროს სწორი მოქმედებისთვის. ასევე აუცილებელია სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი მოქმედება. სპეციალური სამსახურები მუდმივად უნდა აკონტროლებდნენ საფრთხის ზონებს და დროულად აფრთხილებდნენ მოსახლეობას. როდესაც ადამიანები ინფორმირებულები არიან და იცავენ რეკომენდაციებს, ბუნებრივი საფრთხეების შედეგებიც ნაკლებად მძიმე ხდება.